ხალხის აზრი თუ გაინტერესებთ ამ გადაწყვეტილებას მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ეთანხმება და ამისთვის საკმაოდ ლოგიკური მიზეზებიც არსებობს. ქვემო ქართლში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა წლებია გამოწვევად რჩება. მარნეულის ქუჩებში მიუსაფარ ძაღლებს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით. ეს პრობლემა მხოლოდ იმით არ შემოიფარგლება, რომ ცხოველები მძიმე პირობებში ცხოვრობენ და მათი სიცოცხლე მუდმივად საფრთხის ქვეშაა. მიუსაფარი ძაღლები ადამიანებისთვისაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენენ, რადგან ისინი შესაძლოა სხვადასხვა ინფექციური დაავადების გავრცელების პოტენციურ წყაროს წარმოადგენდნენ. 2019 წელს მიუსაფარი ძაღლების პრობლემის გადასაჭრელად ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობის საკითხი დღის წესრიგში დადგა. იმ პერიოდში აღინიშნა, რომ თავშესაფარი ქალაქ რუსთავში აშენდებოდა, თუმცა ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ თავშესაფრის ასაშენებლად მარნეულის მუნიციპალიტეტში ყიზილაჯლოს სოფლის ტერიტორია შეირჩა. შერჩეული არის მარნეულის მუნიციპალიტეტში, ეგრეთ წოდებულ ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული ერთეულში დაახლოებით გექტარამდე მიწის ფართობისა, რომელიც გადაეცა სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღნაგობის უფლებით, სადაც განთავსდება ევროსტანდარტებით აღჭურვილი ცხოველთა თავშესაფარი. იმ ადგილიდან ცენტრამდე დაახლოებით 40 წუთის სავალია. აქ უამრავი პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელია. მაგალითად, საკმარისია გზებს შეხედოთ თუ რა მდგომარეობაშია. წვიმის დროს დიდი გუბეები დგება. ძაღლების თავშესაფრის აშენება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ამაზე არავინ დაუძს, თუმცა არსებობს უამრავი თავისუფალი ტერიტორია, რომელიც დასახლებული პუნქტებიდან საკმაოდ შორს მდებარეობს. თავშესაფრის აშენება იქაც შესაძლებელია და არა აქ, მოსახლეობასთან ასიახლოს. მარნეულში მოქალაქეების ნაწილი აღნიშნულ სოფელში რეგიონული მასშტაბის მქონე თავშესაფრის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით გარკვეულ შეშფოთებას გამოთქვამს. მათი თქმით, პროექტის განხორციელებამ შესაძლოა ანტისანიტარული პრობლემები გამოიწვიოს, ხელი შეუწყოს უსიამოვნო სუნის გავრცელებას და ჯანმრთელობისთვის სახიფათო გარემო შექმნას. ქარი ძირითადად მოსახლეობის მიმართულებით უბერავს. შესაბამისად, ტერიტორიაზე არსებული უსიამოვნო სუნი ადვილად მიაღწევს საცხოვრებელ ზონებს. ამიტომ ხომ არ იქნებოდა უფრო სწორი თავშესაფარი, მაგალითად, იაღლუჯაში ან სხვა ნაკლებად დასახლებულ ტერიტორიაზე განთავსდეს. მაგალითად, იაღლუჯას ტერიტორია დაახლოებით 1000 ჰექტარს მოიცავს და პრაქტიკულად ცარიელია. იქ მოსახლეობისთვის არც ანტისანიტარიის და არც სხვა მსგავსი პრობლემების შექმნის საფრთხე იარსებებს. ამიტომ თავისუფლად შეიძლება თავშესაფრის აშენება სწორედ იქ. რა აუცილებელია, რომ ის მოსახლეობასთან ახლოს განთავსდეს. პირადად მე ამ პროექტის აქ განხორციელებაში გარკვეულ საფრთხეებს ვხედავ და ამიტომ ვერ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას. მშენებლობის ტერიტორიის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეები აცხადებენ, რომ საკითხის მიმართ თავიანთ პოზიციას კანონით გათვალისწინებული გზებით დაიცავენ. ვეწვიეთ მარნეულის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელს, ყიზილაჯლოს, სადაც 10,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მცხოვრებთა პოზიციის გასაგებად მათი აზრი მოვისმინეთ. მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ კარგი იქნება თუ ძაღლების თავშესაფრის მშენებლობის ნაცვლად სოფლისთვის უფრო მნიშვნელოვანი და მასშტაბური პრობლემების მოგვარებაზე გამახვილდება ყურადღება. ხომ შეიძლება გარკვეულწილად მოსახლეობის აზრიც იყოს გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, რომ ანტისანიტარიის თვალსაზრისით ამ პროექტს ტერიტორიაზე გარკვეული გავლენა ექნება. სოფელ ყიზილაჯლოში უამრავი პრობლემა არსებობს. მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრის აშენება თავისთავად კარგი საქმეა, თუმცა მანამდე უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი. მაგალითად, გზების მდგომარეობის გამო ბავშვებს წვიმიან და ცუდ ამინდში სკოლაში მისვლაც კი უჭირთ. კარგია, რომ თავშესაფრის მშენებლობა იგეგმება, მაგრამ არა ასეთ სიახლოვეში. მისი განთავსება უფრო შორ ტერიტორიაზეც შეიძლებოდა. ყიზილაჯლოს მცხოვრებლები მაგალითისთვის ასახელებენ კოდას ტერიტორიაზე მოქმედ ღორის სადგომს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სადგომი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით მდებარეობს, მისი გავლენა ანტისანიტარიის თვალსაზრისით ახლო მდებარე დასახლებებზე, მაგალითად, ჯანდარსა და მარნეულზე მაინც ვრცელდება.
მარნეულთან ძალიან ახლოს მდებარეობს ეს ტერიტორია და აქ უამრავი ადამიანი ცხოვრობს. ბუნებრივია, რომ მოსახლეობისთვის გარკვეული დისკომფორტი შეიქმნება. არსებობს კითხვები უსიამოვნო სუნთან და სანიტარულ პირობებთან დაკავშირებით. სრულად იქნება თუ არა დაცული ყველა საჭირო სტანდარტი. ამასთან უამრავი თავისუფალი ტერიტორია არსებობს, სადაც მსგავსი ობიექტის განთავსება შესაძლებელი იქნებოდა. აქ სხვა უამრავი პრობლემაა. მტვერში ვცხოვრობთ ისედაც, გზები მძიმე მდგომარეობაშია. ჯერ ამ პრობლემებს მიხედონ და ნახონ თუ რა მდგომარეობაშია აქაურობა. მოსახლეობა ფიქრობს, რომ თუ ძაღლების თავშესაფარი დასახლებულ პუნქტებთან ახლოს და შედარებით მაღალ ადგილზე აშენდება, შესაძლოა მიმდებარე დასახლებებზე გარემოს დაცვითი და სანიტარული კუთხით დამატებითი გამოწვევები შეიქმნას. მარნეულიდან ყიზილაჯლომდე გადაადგილებისას ხშირად დიდი საცობი იქმნება. ზოგჯერ ათეულობით ავტომობილი დიდხანს ელოდება გზის გათავისუფლებას. ესეც მნიშვნელოვანი პრობლემაა. მსგავსი ვითარება ძირითადად ყიზილაჯლოს მიმართულებით არის, ხომ შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებსაც მიექცეს ყურადღება და დამატებით ეს სირთულე არ შეიქმნას. სოფელ ყიზილაჯლოს სასულიერო პირებიც მიიჩნევენ, რომ თავშესაფრის აშენების გადაწყვეტილება სოფლის სიახლოვეს, შემაღლებულ ადგილზე ხელახლა უნდა გადაიხედოს. ხომ შეიძლება თავშესაფარი უფრო მოშორებით ისეთ ადგილზე აშენდეს, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. მსგავსი ტერიტორიები ბევრია, თუნდაც თეთრი წყაროს მიმართულებით. ამ გადაწყვეტილებას ბევრი ადამიანი არ ეთანხმება. მე, როგორც სოფელ ყიზილაჯლოს მაცხოვრებელი, ვერასდროს დავეთანხმები ამ პროექტის აქ განხორციელებას. ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით თავშესაფრის მშენებლობას, მაგრამ რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მიუსაფარი ძაღლების თავმოყრა მოსახლეობასთან ასე ახლოს ნაკლებად მისაღებია. როგორც ჰიგიენური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამისთვის უფრო შესაფერისი ადგილი უნდა შეირჩეს, რომელიც არც ერთ დასახლებულ პუნქტთან ახლოს არ იქნება. ჩვენს სოფელში ისედაც ბევრი პრობლემაა. ვფიქრობ, ეს პროექტი მოსახლეობისთვის დამატებით სირთულეებს შექმნის. გზების, მტვრისა და სხვა პრობლემების ფონზე კიდევ ერთი გამოწვევის დამატება მდგომარეობას გაართულებს. უკეთესი იქნება, თუ თავშესაფარი მოსახლეობისგან მნიშვნელოვნად მოშორებულ ტერიტორიაზე განთავსდება. როგორც ცნობილია, ყიზილაჯლოში რეგიონული თავშესაფრის მოწყობა იგეგმება. ამ გადაწყვეტილებას სოფლის მოსახლეობის ნაწილი არ ეთანხმება და მეც, როგორც მოქალაქე და სასულიერო პირი, ნაკლებად მიზანშეწონილად მიმაჩნია. თავშესაფრის არსებობა მნიშვნელოვანია, თუმცა უკეთესი იქნებოდა ისეთი ტერიტორიის შერჩევა, რომელიც დასახლებული პუნქტებიდან მნიშვნელოვნად დაშორებულია. ამდენი პრობლემის მქონე სოფელში მსგავსი ობიექტის განთავსებამ შესაძლოა დამატებითი სირთულეების შექმნას ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ვფიქრობ, მუნიციპალიტეტმა მოსახლეობის პროტესტი და მოსაზრებები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. მარნეულის მერმა დაურ ისმაილოვმა განაცხადა, რომ ძაღლების თავშესაფარი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და გარემოზე შესაძლო ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად ყველა აუცილებელი ღონისძიება გატარდება. მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ჩართულია სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს მიუსაფარ ცხოველთა მართვას. აღსანიშნავია, რომ ყიზილაჯლოს ადმინისტრაციულ ერთეულში კერძოდ მოსახლეობისგან მოშორებით თეთრი წყაროსკენ მიმავალ გზაზე, სადაც ჩვენ გვაქვს მიწის ნაკვეთი, ეს არის ორგანული ნარჩენების მართვის შეპესე, ამ ტერიტორიაზე ჩვენ გამოვყავით დაახლოებით 1 ჰექტარი, რომელიც მარნეულებისთვის მარტივად აღსაქმელი რომ იყოს ეგრეთ წოდებული საქონლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამომავლოდ იგეგმება ძაღლების თავშესაფარის მშენებლობა. მინდა აღნიშნო, რომ ეს მიწის ნაკვეთი გადაეცემა სურსათის უნებლობის სააგენტოს და სამომავლოდ ჩვენ გვაქვს კოორდინაცია შესაბამის უწყებებთან და მინდა აღნიშნო, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა იქნება მაღალი სტანდარტების, რაც ითვალისწინებს იმას, რომ აუცილებლად დაცული იქნება მიმდებარე ტერიტორია, გათვალისწინებულია ყველა ზონები და კიდევ ერთხელ აღნიშნო, რომ ეს ინფრასტრუქტურა შენდება ხალხისგან, მოსახლეობისგან საგრძნობლად მოშორებით ადგილას.
საკითხს მწვავე შეფასება მოჰყვა ოპოზიციის მხრიდანაც. მათი წარმომადგენლები აკრიტიკებენ მშენებლობის განხორციელებას ამ ტერიტორიაზე და მიიჩნევენ, რომ მსგავსი ობიექტი დასახლებული პუნქტებიდან გაცილებით მოშორებით უნდა განთავსდეს. მივესალმები იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულია მიუსაყარი ძაღლებთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებაც არის, მაგრამ ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს ჩვენი რეგიონში, ჩვენი რაიონში, მათ შორის ინფრასტრუქტურული პრობლემები. ამ დროს, როდესაც ხელისუფლება უნდა გაიგოს, რომ პირველ რიგში ადამიანების პრობლემები არსებობს და ამ პრობლემების გადაწყვეტილება, ამ პრობლემის მოგვარება არის საჭირო და შემდეგ უკვე ეტაპში შესაძლებელია უკვე ძაღლების, სხვა ცხოველების პრობლემებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ერთადერთი პრობლემა ეს კი არ არის. მეორე პრობლემა ის არის, რომ ზუსტად იმ ადგილის შექმნა აშენება ხდება მარნეულის მუნიციპალიტეტის ყიზილაზლოს სოფელთან ძალიან ახლოს ამ სოფლის ტერიტორიაში. და ესეც არის ძალიან ცუდი არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც მომავალში ძალიან დიდი პრობლემას შეიქმნის ჩვენი მოსახლეობისთვის და აქედან რაც გვიან არ არის ჯერჯერობით მივმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ დროზე მიიღოს გადაწყვეტილება ზუსტად ამ საქმესთან დაკავშირებით და შესაძლებელია ავირჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც მაგალითად შეიძლება იაღუჯას, შეიძლება სხვადასხვა ისეთი ადგილები, სადაც ადამიანები ახლო სოფლები არ არსებობს და იქ ააშენონ და რასაც გინდა გააკეთონ. ყიზილაჭილოში არსებული მრავალი პრობლემის ფონზე მოსახლეობას უჩნდება კითხვა, რატომ მოიძებნა ტერიტორია სწორედ ძაღლების თავშესაფრისთვის, მაშინ როდესაც სოფელს სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებებიც გააჩნია. როგორც ცნობილია, ეს პროექტი წლების განმავლობაში რუსთავისთვის განიხილებოდა, თუმცა საბოლოოდ მისი განხორციელება ყიზილაჭილოში გადაწყდა. მოსახლეობას აწუხებს კითხვები უსიამოვნო სუნთან და სანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. მაგალითად, იაღლუჯას მსგავსი დიდი და თავისუფალი ტერიტორიები არსებობს, სადაც მსგავსი ობიექტის განთავსება შესაძლებელი იქნებოდა. პირადად მე არ ვეთანხმები თავშესაფრის აქ აშენებას. ვფიქრობ, უკეთესი იქნება თუ პროექტისთვის უფრო მოშორებული და ნაკლებად დასახლებული ადგილი შეირჩევა. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მარნეულის მერის მაშინდელმა მოადგილემ ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ ცხოველთა თავშესაფარი რუსთავში აშენდებოდა. გადაწყდა, რომ აშენდეს სარაიონთაშორისო მაზანძალე ძაღლების თავშესაფარი ქალაქ რუსთავში. ამ ეტაპზე პროექტის მშენებლობის დაწყების თარიღი და დასრულების ვადები განსაზღვრული არ არის.